დაახლოებით 1 წელია ქუთაისში სოციალური საწარმო ფარშევანგი ფუნქციონირებს. აღნიშნული საწარმო, რომელიც მისალოცი ბარათების დამზადებითაა დაკავებული 11 ადამიანს ასაქმებს. დასაქმებულთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირები არიან. საწარმოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სოციალურ საწარმოს და ბარათების დამზადებას თავდაპირველად განტვირთვის მიზნით იყენებდნენ. კომერციული დატვირთვის მიცემა კი მოგვიანებით გადაწყვიტეს. სახელწოდება ფარშევანგი ყველამ ერთად მოიფიქრა. სახელწოდებას იმით ხსნიან, რომ ფარშევანგის კუდი სხვადასხვა ფერთან ასოცირდება. ჩვენს საწარმოში დამზადებული პროდუქცია იყიდება საქართველოში, საქართველოს მთელი მასშტაბით, საკანცელერო მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში. თავდაპირველად ეს იყო ესე კვილინგის ტექნიკით ბარათების დამზადება, ეს იყო რეაბილიტაციის ნაწილი, აი როგორ თერაპიული საშუალება შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირების დღის ცენტრში, ბავშვების სიამოვნებით აკეთებდნენ ამას, მაგრამ მოგვიანებით შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რადგან ჩვენი ბარათები, ჩვენს მიერ დამზადებული ბარათები ძალიან პოპულარული გაგვიჩნდა იდეა, კომერციული დატვირთვა მიგვეცა ამ საქმიანობისთვის. ბარათებით მილოცვის კულტურა საქართველოში არც ისე მაღალია სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ყავს ჩვენი მომხმარებელი, ესენი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო დამკვეთები, სხვადასხვა საელჩოებიც, მუნიციპალიტეტები, სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმიანებიან ხოლმე და გვაძლევენ დაკვეთებს. საწარმოში დასაქმებულები ანაზღაურებას გამომუშავებით დამზადებული ბარათების რაოდენობით იღებენ. ფარშევანგში პროდუქციის რეალიზაციას არ უჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მისალოცი ბარათები აქტიურად არ გამოიყენება. საწარმოში დასაქმებამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ სოციალურად დაუცველი პირები ხელობას სწავლობენ. სწავლობ თითოეული დეტალის დამზადებას და შემდეგ იქმნება ბარათი. ძალიან სასიამოვნო პროცესია, პირადად ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. ნამდვილად ძალიან რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება, მაგრამ ჩვენი სააგენტოსი ქალბატონი ფერიდე ლორიას დახმარებით შევძელი და ამჟამად დასაქმებული ვარ. 2 თვეა რაც ვწავლობ და იმედია გავაგრძელებ ალბათ ბარათების გაკეთებას. სოციალური საწარმო ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2 წლის განმავლობაში 60 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული. ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე განმარტავს, რომ ბენეფიციარების შერჩევა ორგანიზაციაში რეგისტრირებული ბენეფიციართა ბაზიდან ხდება. ამის შემდეგ თითოეული მათგანის საჭიროების ინდივიდუალური შესწავლა მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ჩვენ მიზნად დასახული გვაქვს მინიმუმ 60 შშმ პირის დასაქმება მთელი ამ საპილოტო სქემის, ანუ საპილოტო პროექტის ფარგლებში. თუმცა პროექტის ძირითადი და გრძელვადიანი მიზანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ვიწრო რაოდენობის დასაქმებით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს და აღიარებს საუკეთესო ხელშემწყობად საკანონმდებლო ბაზაზე არსებულ წამახალისებელ მექანიზმებს. რაც საუბედუროდ დღეს საქართველოში მაგალითად სახეზე არ აქვს. და ესიც პროექტის ერთ-ერთ მუშაობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში ვმუშაობთ ადგილობრივ მეწარმეებთან და ზოგადად პოტენციურ დამსაქმებლებთან და ვიზიარებთ მათ რეკომენდაციებს და იდეებს შესაძლო საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბენეფიციარებს სახელმწიფოსთან ერთად დასაქმებაზე მორგებული საკანონმდებლო ბაზის შემუშავებით დაეხმარებიან.